საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს განვიხილავთ ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობას გაბერილი უბე. ბაღჩაში მსხალი შეთვალულიყო. ბიჭოს ამ გულაბით პირის ჩადგბარუნება კი ღირს. ნერწყვი გადაყლაპა ავთომ და ღობეს თვალი ჩააყოლა. ბოლოში კარგად მოზრდილი ხვრელი შენიშნა, ჩაირბინა და თვალით მოზომა. ისე გავწრები, შენი მოწონებული, ჩაილაპარაკა ავთომ და ბაღჩაში ამოყო თავი. ხეზე ასლო ვერ გავედა, თვალი არავინ მომკრასო. ქვედა ტოტი ჩამოსწია და რაც ხელთ მოხვდა, კვახეთ უმწიფე, იყარა და იყარა უბეში. ახლა კი დროა მოусვაო, გაიფიქრა ავთომ და ბალახებში გაწვა. თავი ხვრელში გაყო, მაგრამ ტანი, ტანს ძურაც ვერ უყო. აქეთ ეცადა, იქეთ ეცადა, მაგრამ ვერა გააწყორა, გაიჭედა. რომლის ახარ ვაშკაცო? სიცილით თავს წაადგა ბაღის პატრონი შინჯი განთდედო. ავთო ჭირის ოფლში გაიწურა. ნეტა რასაწვალო ბიჭო? აჰა ეს ხე და ეს შენ, ადიზეთ და რამდენიც გინდა იმდენი ჭამე, იღიმებოდა ძია თედო. უბე, ასეთი გაბერილი უბე, ასეთი სათაური აქვს ჩვენს მოთხრობას. უბე არის არე ტანსაცმლის ქვემოთ გულმკერდთან. სოფლის ბავშვები ხშირად მას ხმარობენ, ასე ვთქვათ, ჩანთის მაგივრად. თუ სადმე შეხვდეთ გემრიელი ხილი, იყრიან და იყრიან უბეში. ბაღჩაში მსხალი შეთვალულიყო, ამბობს ავტორი. ესე იგი მსხალი დამწიფებულიყო. ბიჭოს ამ გულაბით პირის ჩადგბარუნება ღირს, ფიქრობს მოთხრობის გმირი ავთო. ესე იგი პირის ჩაგემრიელება კარგია ამ გულაბით. გულაბი მსხლის სახეობაა, რომელიც შემოდგომაზე მწიფდება. შემოდგომა, ესე იგი ხის ნაყოფი დახუნძლული ხის ნახვას რა შეედრება? თავს იწონებენ ხეები, ლამაზ-ლამაზი ნაყოფით და თითქოს გიწვევენ და გეპატიჟებიან. მოდი დაგვირფე და პირი ჩაიდგბარუნეო. თავი შეკავება ძალიან ძნელია, რომ არ მოგინდეს გემოგაუსინჯო მსხალს. ასე დაემართა ჩვენს გმირსაც, ავთოს, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და ბაღჩაში ამოყო თავი. ოღონდ როგორ? შესასვლელს კი არ დაუწყო ძებნა, არამედ ხვრელი მოათვალიერა. თვალით მოზომაო, ამბობს ავტორი. ესე იგი ნახა ხვრელი და გაიფიქრა გავეტევი თუ არა. და როდესაც დარწმუნდა, რომ გაეტეოდა, ასე ფიქრობს, ისე გავეტევი შენი მოწონებული. თვალის დახამხამებაში აღმოჩნდა ბაღჩაში. ტოტი ჩამოიწია და რაც ხელთ მოხვდა, კვახეთ უმწიფე, იყარა და იყარა უბეში, ამბობს ავტორი. ესე იგი, სიჩქარით მან ვერ განსაზღვრა, რას კრებდა, რასაც მისწვდა, ეს მკვახე იყო უმწიფე, განურჩევლოდ ჩაიყარა უბეში. ახლა კი დროა მოусვა, ამბობს იგი. ესე იგი, სასწრაფოდ გავეცალო იქაურობას. თუ დაუკვირდებით, ავთოს გაცნობიერებული აქვს ასაკეთებს. იცის მან, რომ დაუკითხავად ცხრის ბაღში თავის ამოყოფა, ხილის დაკრეფა დანაშაულია, მაგრამ მამაც მაინც აკეთებს. როგორც ჩანს, მან მოთმინება მოღალატა. ნების ყოფა არ იყო იმდენი, რომ თავი შეეკავებინა. ავთო აცნობიერებს, რომ მისი საქციელი დანაშაულია, მაგრამ იმდენად ძლიერია გულაბის გემოს გასინჯვით სურვილი, რომ თავს ვერ იკავებს და სხვის ბაღში დაუკითხავად შედის. როგორც შემდეგ ისევ ცდილობს იმ გზით გამოვიდეს, რა გზითაც შევიდა. ხვრელიდან ხომ არ დაგავეწყდათ ბაღში, ხვრელიდან შეცვრა და ისე ხვრელიდან უნდა გამოძროს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. ვერ ეტევა ხვრელში. საინტერესოა, რატომ ვეღარ გამოეტია იგი. თქვენ ხომ იცით, რომ მან უბეში ჩაიყარა მსხალი. ესე იგი, განზე გაიწია, სიგანე მოემატა, თავი გაყო, მაგრამ მხრები ვერა. და ამ დროს მოესმა ბაღის პატრონის შინჯი განთდედოს სიცილი. და რომელიც ეუბნება, ბიჭო, რას ვალობ?
10 ხეზე და რამდენის გინდა იმდენი ჯამე. შინჯიკანთ თედო, ესე იგი შინჯიკაშვილი თედო. ავთო ჭირის სოფლში გაიწურა, ესე იგი მას თავისი საქციელის ძალიან შერცხვა. შეიძლებოდა თუ არა ავთოს თავიდან აერიდებინა და თავისი აი ესეთ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენის შესაძლებლობა. რა თქმა უნდა შეიძლებოდა. ისე მოეხერხებინა რომ მას ცხლისთვისაც გემო გაესინჯა და არც თავი შეერცხვინა. თუ გავიხსენებთ, რა თქმა უნდა შეიძლებოდა რომ პატრონისგან ნებართვა აეღო. თუ გავიხსენებთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას, შეიძლება თქვენ წაკითხული გაქვთ თუ არა და სასურველია წაიკითხოთ, მოთხრობის სათაურია სირცხვილის აშორება. მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ ნაწარმოების გმირი სანდროს, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და მეზობლის ღობეზე ახდა ატმები, რამოდენიმე ატამი დაკრიფა, პირი ჩაიგემრიელა, მას ძალიან შიოდა და თან ძალიან სწოროდა წყელამინჩი. შემდეგ სინდისმა ვერ მოასვენა და იგი ატმის პატრონთან მივიდა, მეზობელთან, დეიდა ნატოსთან და ბოდიში მოუხადა ჩადენილის გამო. დეიდა ნატომ კი ასე უთხრა, ღმერთმა შეკარგოსო. სანდრო იქედან სინდის დამშვიდებული გამოვიდა. რა თქმა უნდა, ჩვენს მოთხრობის გმირსაც ავთოს თავისუფლად შეეძლო ასე მოქცეულიყო. ჩვენს ნაწარმოებს გავხსენოთ სათაურად აქვს გაბერილი უბე. აი ამ გაბერილმა უბემ ჩვენი ბიჭი ძალიან შეარცხვინა. დავიმახსოვროთ, რომ დაუკითხავთ სხვის ბაღში ხილის დაკრეფაც, თუნდაც ხილის დაკრეფაც დანაშაულია და არასოდეს მსგავსი საქციელი არ ჩაიდინოთ. აქ დავამთავროთ ჩვენი საუბარი, გემშვიდობებით.